ავტომობილიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს რუსული ბაზარი თითქმის სრულად ჩაანაცვლა ევროპული ქვეყნების მეშვეობით. Მისივე ინფორმაციით, საწვავი მეტწილად რუმინეთიდან, ბულგარეთიდან და საბერძნეთიდან შემოდის. მისივე პროგნოზით, საწვავის ფასმა შესაძლოა კლებაც დაიწყოს. აქცენტი გაკეთდა საწვავის მარაგზეც. იმ დღეს რა იქნება საყიდელი ფასი, იმის მიხედვით განისაზღვრება თქვენი კითხვის პასუხი. მე თქვენთან ერთად აბსოლუტურად გეთანხმებით, თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, მოიკლებს ფასი. რუსეთთან დიზელი შემოდის. დიზელი შემოდიოდა, იმიტომ რომ რუსეთმა განსაზღვრა, რომ დიზელს ბოლო-ბოლო მე თუ არ მივცემ, აზერბაიჯანი მიცემს, მაგრამ აკრძალა ყველაზე მოთხოვნადი საწვავი. ახლა სრულიად ჩანაცვლდა ევროპიდან, ეს არის რუმინეთი, ბულგარეთი, თუ აუცილებლობა, ესე ვთქვათ, მოიტანს საბერძნეთიც